შაბათია 12-ის ნახევარი, რაც იმას ნიშნავს, რომ იმედის ეთერში ბიბინებს შოუ შინაურები, ანუ მთელი საქართველო. იო, შვენიერი ხო? შვენიერი. აუ ხელა ტექსტი არ იყვადი. მოკლედ გავფარდოვდით, გავშინაურდით და ეს შინაურები მოიცავს იმას, რომ საქართველოს მასშტაბით ვისაც გაგვექცევა, ყველას დაგვენწრება. არა, მართლა არ არის დრო, არ არის ამისი? არის დრო, არის დრო. დიახ, ქალბატონებო, თქვენ თვალები არ გატყუებთ. დიდი ხნის პაუზის შემდეგ დაგიბრუნდით იმედის ეთერში. მე ამ შოუს უცვლელი წამყვანი ილო ბეროშვილი გახლავართ და რა თქმა უნდა, ულამაზესი და უმშვენიერესი ბაბი კირკიტაძე. ესეთი? დიახ. და ჩვენი შოუს მუსიკალური მხარე რეზო და ბავშვები. რეზო და ბავშვები. ეს მიყვარს რა დეცო გამოვიძახე და ისინი კიდე ასე მოუყვა. მოკლედ ჩვენი გადაცემა ეთერში უნდა გასულიყო უფრო ადრე რა, ვიდრე გავიდა. მაგრამ რაღაც პრობლემები გაიჭირა და ყოველდღე როგორც არის რაღაც პრობლემები იყო და ვერ გადიოდა და დავინტერესდით მე რატო ვერ გადის და მე მივხვდით რომ თუ გიდა რომ მალე გახვიდე ეთერში უნდა იყო ინდური სერიალი. აი შვარია ვარ ვაფშე. ბოროკინა ნაროკი. всё, წამოვიდა რეიტინგი. გაცხე რეიტინგი. ანუ დროსთან დაკავშირებითაც დიდი მსჯელობა იყო, რომ საათზე უნდა გავსულიყავით ეთერში. ძალიან დიდი ამბავი. აქეთ რუსეთი ამბობდა, რომ 11-ზე უნდა გავუსვათო. მოტოციკლისტები შევიდეთ 11-ზე არაო? აქეთ ამერიკა ამბობდა, რომ 12-ზე უნდა გავიდეთ და 12-იო? იყო ძალიან დიდი მსჯელობა და როგორც უკვე თქვენ ხედავთ, ჩვენ ეთერში გავედით 12-ის ნახევარზე. დიპლომატიური შოუ შინაურები. დაბლში. მოკლედ, გადაცემას ქვია შინაურები. ცხოველები არ ვართ, რა თქმა უნდა. ნუ, მე უეჭველი ვიცი. და თან ღამის ეთერია, ეხლა ძილის წინ გიწევთ ამ გადაცემის ყურება და არ ვიცი ეხლა რამდენად გაგისწორდებათ კონკრეტული სახის ძილის წინ ყურება, მაგრამ იქნებ ისე დავამონტაჟოთ, რომ გამოვძრეთ აქაც. აპა, ასა. რეზო, ეს იუმორის ფესტივალს რო წვალობს, ვიცი, რაღაცა ჩაუფორმე რა, იუმორის ფესტივალი, ეს თქვენი ფესტივალია, ლევანი კაკოგონელიანთან. მოკლედ, როგორც უკვე გითხარით, ჩვენ გადაცემას მუსიკალურად აფორმებს რეზო და ბავშვები. სინამდვილეში ეს არის ნინდა ბავშვები, მაგრამ HD ხო არ ვართ ჯერ და ჩანს რეზო და ბავშვები რა. მოკლედ, ხო, უნდა ვაღიაროთ ეხლა რომ ნინი ჩვენთან აღარ არის და მინდა მიუსამძიმრო ყველა გარდატეხი სასაკში მყოფ ადამიანს ბიჭებს ძირითადად სპორტსმენებს, განსაკუთრებით ფეხბურთელებს, მაინც უკანად ბურთიც არ უნდა დაგვაუწყდეს, ჰოკეის მოიხოდა, კიბერსპორტიც და კიბერფეხბურთი ყველას გიმსაძიმრე და ნინი აღარ არის? ნინი აღარ არის მორჩა. ხო, ბიჭები აღარ გვიყურებენ, მაგრამ სამაგიეროდ არის ლელო რა, აგერბენში ჩვენი ლელო. და გვიყურებენ გოგოები რა. ხო, გოგოები. ამეთ ბიჭებიც რა. და მომენტ ოღრაში მოხუცებით მაშინ რა. მოკლედ, აგიხსნით ამათან ფინანსური მხარე როგორ არის დაალაგებული თვის ბოლოს რა. ანუ რეზოს ერისხება მაყუთი, თვითონ ფული და ამათ კაკები რა. ლევონ თქვა კაკები არ მინდა, მე ბამბის ნაყინი მინდაო. კი ბატონო. აი მოდი ახლა გადავიდეთ ახლა ტელევიზიებზე ხა ამდენი ხანი ჩვენზე საუბრობთ, ჩვენზე საუბარი იმედზე საუბარს ხო? ანუ იმედს всё, მორჩა. თავისთავად. გადავიდეთ ტელევიზიაზე.
ეხლა ზოგადად ტელევიზიებში რაღაც დაძაბული სიტუაცია არის რა, ისეთი რომ უამრავი გადაცემა დაიხურა, თანამშრომლები გაუშვენ. და მოკლედ ეს კიდევ ერთხელ ამყარებს ჩემს თეორიას, რომ დღეს თუ ინდური სერიალი არ ახარ, ნაძიოშნათო ვერ გზნობ თავს რა. დაცხეო. აი გადართო ვიღაცამ, აი შვარია, ბოროკი ნაროკი გადმოთო. всё, დაგჭირდა რეიტინგი, დამიძახეთ, ამას ვაკეთებ. მოკლედ რუსთავი ორდაც ნერვიულობენ რომ რაღაც არ დავიხუროთ რაღაცა რა და ბატონიკა ნუ ნერვიულობთ რა ანუ როგორც ტელევიზია თუ დაიხურა რუსთავი ორი თქვენ ისეთ სახელი გქვიათ რომ შეგიძლიათ თავისუფლად ანსამბლად გადაკეთდეთ რა ანსამბლი რუსთავი ორი და დიგიტანტან და წარმოიდგენ ზალიკო რა მხარბეჭიან შემოაკ გარა დიგიტანტან მოკლედ პირველი არხის დატოვა ბერმა თანამშრომელმა ხო და მე გასაგებია ეხა მიზეზი რა იმიტომ რომ ზაფხული მოდის და რთულია ზაფხულში თონეში მუშაობა ეხა გარეთ ცხელა შიგნით ცხელა ყველგან ცხელა სირთულეებთან არის კავშირი ხო რა დარეკა სხვათა შორის პირველი არხმა დარეკა და გვითხრეს რომ ტელევიზიისთვისო HD არ არისო მთავარიო ტელევიზიისთვის მთავარი არის დროჟი სომირასაც ამოყავს. მოკლედ ჩვენ რუსთავი ორზე ვიყავით 5 წელი. კი, რუსთავი ორზე ვიყავით 5 წელი მართალია. GDS-ზე ვიყავით 5 წელი. არა, რუსთავი ორზე 6, GDS-ზე 5. ეხლა იმედზე ვართ და კაია რომ პირველმა არხმა ეს რეორგანიზაცია და რემონტი და ისინი დაიწყო რომ კაკრას მოუწევს რა. კაკრას გარემონტებუში. მოკლედ ბაცან ფუ ხუდიდესი ტრანსფერი განხორციელდა ტელესიბრცოში ობოლაძე გადმოვიდა იმედზე გადმოვიდა უკვე გადმოვიდა იმედზე და რა უნდა თიმათ მართლა შუადღეში ეჯდა სკამზე ტიპიტო ვერ ხედავ დარხეული გაქვს შეუშვი რა პრაიმში რა შეაგდე მაგრამ არ გინდა ხალხს შორის უყურე მე დიმა ობოლაძის გარეშე შუადღეს ანუ რუსთავი შუადღეს უყურე და დიმა ობოლაძის გარეშე რადიკალურად იგივეა მართლა გეუბნებსა. სხვადასხვა მე დამირეკა რუსთავის ერთ-ერთმა ტიპმა და მომილოცა იმედზე გადაცემის დაწყება რა. რა? ანუ დამირეკა რუსთავი ორიდან და მომილოცა ვინ დამირეკა? ხო, ვინ დაგირეკა? ვინ დამირეკა და 345 სერიის დასასრული ბოროკი და როკი ჰერენა როკი ტამ არა ბიჭო კაი მოკლედ ჩვენ ტრანსფერზეც ვისაუბროთ ჩვენ ტრანსფერზე რა თქმა უნდა უდიდესი ტრანსფერი რა თქმა უნდა ჩვენს გადმოვედით იმედზე და ისე ხელსარიელები არ ვართ მოსულები ჩვენი HD-თ ვართ სულ მალე ისეთ რომ მოვიდა ერთი HD-ს უნდა გეგდოს ჯიბეში რა მეგონა მაგრამ ეხლა მოდი მართლა სერიოზულად ვილაპარაკოთ რომ დიახ ძალიან მალე იმედი გახდება HD რაც იმას ნიშნავს რომ GDS-ის ხარისხი იმედზე present და დიახაც გრძელდება ყველაზე ბიბინას შოუ შინაურები double show ანუ ბიბინებ შინაურები ანუ მთელი საქართველო და დიახ ჩვენ გვაქვს სიურპრიზი ამ გადაცემაში იმედზე გვეყოლება სტუმრებით ტარანანანა და ისინიც მე სალმოდ მეგო უნაკლო გაკეთებია დაძალი თუ შეიძლება იქ რო გადავყავით რა თუ სადგურზე ნუჭდებით მაგრამ დასაგებია რომ უნაკლო იყოს ჩემი ფეხი თქვენ და ჩვენი ფეხიც ბედნიერი იყო თქვენს ტელევიზიაში მაშინ გილოცა დღეიდან რეიტინგი დაიდება როგორ უნაკლო ხო უნაკლო მაქაც არია ირაკლი ხო მაგრამ უნაკლოს ხო გეძახიან რა და არის ეგეთი ხო და ეხა მეც მინდა ჩემი ძმაკაცი გაგაცნო უნაკლო გაიცანონი ჩამოართვაო ხელი ეხა ცოტა იმ თემასაც მინდა დაუბრუნდე რა ანუ უკრაინის ამბავს რა ეს ხალასწიაკები და ანუ რა ხდება ცოტა რო აგებს პროექტი ხალასწიაკი რა ხდებოდა ანუ მე ვარ და ძალიან ბევრი გოგო 3 თვის განმავლობაში დავდივარ პაემნებზე სხვადასხვა პაემნებს ვაწყობ ხო და ბუნებრივია ჩდება რაღაც გარკვეული გზნობები და საბოლოო ჯამში პროექტის ბოლოს
ვისაც ესე ვთქვათ, ვისთანაც ალბათ ყველაზე კარგი და ღრმა გრძნობები განვითარდება და თუ გრძნობა გაჩნდება სიყვარულით, ქიმიაც ყველაფერი ერთად, ანუ საბოლოო ჯამში მე ვირჩევ ერთ-ერთ არა, ცოლად მოყვანაზე არ არის საუბარი რა, ანუ ცოლად მოყვანაზე არ არის საუბარი, უბრალოდ პროექტი არის შექმნილი იმისთვის, რომ რაღაც წყვილი შედგეს და დაიწყონ ურთიერთობა. აი, ანუ ხალასიაკი 2016 ხარ შენ? 2016 კი. მე ვნახე სხვათა შორის ხალასიაკი 2017, იგივეა, ზუსტად ცოტა ცხვირი აქვს შეცვლილი რა. რესტაილინგია. რესტაილინგია. ანუ იცი რა. მაინც კლასიკა ხო იცი, მაინც ფასობს უფრო. რა თქმა უნდა, კლასიკა ფასობს. ანუ ეს 30 გოგოსთან ანუ შენ თქვი რომ პაემნები ქონდა რაღაც დადიოდი და რაღაც და ეგეთები არ მასწავლდა გადაცემა. აუიცო. არა? ნახ, მე არ დავინახო ეგეთი საბჭოთა კავშირი, ან გვაქვს საბჭოთა კავშირი. მაგარი შინაურული კითხვა გააქვს. ხო, რა ესა შინაურები ვართ რა. ვერ ხვდები რაზეა საუბარი. არა, ვერ ხვდები, კაი, მეილს ამბავი აქვს რა. მეილი უნდა მავა. აი, ლელო მოგწერს მეილს. კაი, სანდრა, ეხა შეეძებს გვაქვს რაღაცა კითხვები არის რა. ეს ყველაფერი ნატურალური თუ გენმოდიფიცირებული? ნატურალურია ჯერჯერობით. აპირებ გენმოდიფიცირებას? რავი, ალბათ ასაკთან ერთად კი. ხო, მაგრამ მაინც ფიტნესი გადაგვარჩენს ახლა რა. კი, ფიტნესი შველის. ფიტნესი გადაგვარჩენს კი. ჩუნებს. პრესი გაქვს ისე შენ? კი, აბა. ნომერი დაჭიმიება შენი. აი, რა ხდება ახლა შიდა კონკურენცია რა? ჯერ სისხლი არ ყოფილა. ჯერ არა. რაღაც ძალიან მეგობრული შეიკრიბა რა. კაი, შეგნებულა. არა, ანუ ჯერჯერობით შეიძლება დასაწყისი. მეგობრების გაჩენა. არა, დასაწყისი არის აუ, მე სამი კვირა და მართლა მართლა ძალიან ეკონომიკა. მაგარი, ესე ვთქვათ, წყვილებიც ეკავენ და ანუ არანაირი ის არ ყოფილა რა, რაღაცაც შენ. და ბრაზილიელს როგორ შეეწყვეთ, ანუ რამე ფანტასტიკურად. მენტალიტეტი ახლოს ვარ კარგად, ჩვენ. ვასწავლეთ, გავცვალეთ სიტყვები, ცოტა ემოციებში რო გადავდივართ ხოლმე, სიტყვებს ვასწავლეთ ერთმანეთს. თვითონ უჭერს ფსიქოლოგიურად, ანუ ძალიან დიდი ანუ სტრესში ვარო რა, ანუ იძახის, იმიტომ რომ რაღაცას კულტურა სხვა არის, ყველაფერი სხვა არის და რაღაც ბევრი მეგობარი ჯერ არ ყავს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც მე ვიმეგობრებ დიდი სიამოვნებით. ხო, სულ აინტერესებს უნაკრთობები მანახეთ. მე ისო ბრაზილიელები მაინტერესებს. რა დამთხევა? არ ვიღაცა არის ინდური ფილმების პროდიუსერი რა. ჩვენ შორის? ჩვენ შორის. არის. მართალია? ერთი ამიხსენი ეგ თემა როგორ არის რა? ინდოეთის ბაზარი არის ძალიან საინტერესო იმ კუთხით, რომ 3000 ფილმზე მეც იღებენ წელიწადში, ალბათ ხვდები ამ რაოდენობას და გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში გვაქვს აბსოლუტურად ყველაფერი დაწყებული ძალიან მაგარი ლოკაციებით, ტექნიკით, პროფესიონალებით, ანუ საქართველო გახდა პოპულარული და მე მგონი არა მარტო ინდოელებისთვის, მე მგონი რაღაც BBC-ს მთელი მსოფლიოსთვის, მაგრამ ინდოეთი იმ კუთხით, რომ ძალიან დიდი წარმატება, ძალიან ბევრს იღებენ. ბევრი გამოდის. აი, ზეგ გვეწყება კიდე ერთი გადაღება სიმღერების. ხშირად არის, რა თქმა უნდა, ვიყენებთ ქართულ. რაღაც აქვე უნდა. ამდენი გრიმი რო არ გესო, უფრო ღია ფერებში მახსოვს. რა პრობლემაა? სულ მეგონა რომ აი ახან ინდური ფილმების პროდიუსერი იყავი, აი რასაც გელაპარაკებოდი, ეს ხმა გვიან მოდიოდა შენ. რა თქვა? ეხა მოვიდა. რაღაც პერიოდი რომ შეიძლება. ეს ვაფშე წინა ხუმრობაზე იცინე. მე ხა შემოვედი. ეხა მოვიდა. მაშინ ძალიან დახვეწეს, ანუ აღარ არის ისეთი, აი რა ჩვენაც გვახსოვს და დაარტყავს და მანქანა ფეთქდება და რაღაც ეგეთი აღარ არის რა. ყველაზე ცნობილი მსახიობი ვინ ყავდათ ჩამოყვანილი? ჯიმი გახსოვს? ჯიმი ჯირჟი გიტარო ეს დისკოს მოცეკვავი. მითხონ. ნუ ეს მაგაზე ყველა გაიძ. მითხონ ჩაკრაბორდი იყო ერთ-ერთი პირველი ვინც ძალიან იყო ხო? მითხონ ჩაკრაბორდი. რაჭკაპურის შვილი ყავდა ეხა ერთი ორი კვირის წინ. რაჭკაპურიჩი. შენ და ქალბატონ იზაგოლესიანის ერთობლივი პროექტი იყო ეგ მე როგორც ვიცი. სხვათა შორის კი ჩართული იყო. კი, დიდი მოკითხვა ქალბატონ იზას. მოკლედ ალექსანდრა არის ჩვენი გადაცემის გაზაფხული რა. არც ერთი წლის გადაცემა არ ჩაგვიტარებია ისე რომ ალექსანდრა არ მოგვეყვანთ და ეხაც პირველივეში იმიტომ მოვიყვანთ რომ მარე მოვიშოროთ რა. დიდი პასუხისმგებლობა არის პირველი სტუმრები როცა ვართ იმედია რომ კარგი ფეხით შემოვედით ხო არა ამდენი ტრანსფერი რო აღარ მოხდეს რა ბარემ რო გასტაბილურობა სტაბილურობა რა სტაბილურობა ხო და როგორ მოხსოვს ჩვენი ახალი გარემო ძალიან მომწონს კი კარგია ანუ დიდად ახალია თუ დიდად თვალ ახალი არ არის თუ დიდად იცი რა თქვენ იმდენად ჩემები ხართ აი ყველაზე მეტად თვალში რა მოხდა მითხარით ყველაზე მეტად თვალში მომხდა ნინი უკმარისობა მაქვს გრძელი ფეხების უკმარისობა მაქვს გრძელი ფეხები როდესაც ლელო წამოდექი
მადლობა გადავდივართ თამაში რა ყოველდღე გვაქვს თამაში და რა თქმა უნდა ცეკვა თამაშია თუ მარტო თამაში არა მარტო ტორტების როლას ბოდიში არა არა ისე რა შეიძლება ცეკვა თამაშიც გაიყვანო რა ხო კი შეგიძლია ცეკვა თამაში ფიტნესში ოღონდ რუმბას ამ დროისთვის სვლას ან ნუ გამაკეთებინებს და რაც გინდათ გამაკეთებინებს რუმბას სვლა რუმბას სვლა ჯერ ვერ მე მგონი უნდა გააკეთო აი წარმატებები მინდა გისურვოთ მე არა რა თქვენ ცეკვებში მინდა წარმატებები გისურვოთ და გადავიდეთ ჩვენ ცეკვებზე ჩვენ ცეკვა დავარქოთ ცეკვა თამაში დავარქოთ ცეკვა თამაში 3 2 1 ცეკვა თამაში ინაურებში მაშასე შინაურებში იწყება შინაურული თამაში შინაურები დიახ ანუ ტვისტერი თამაში თავი ისე იგზენ როგორც საკუთარ სახლში თავი ისე იგზენ როგორც ეროკრატიაში აუ იგზენი რა აუ იგზენი რა ჯესა და ხარ ჯესა და აი მოკლედ თემო არის მოტრიალე ანუ თემო არის მოტრიალე რომელიც დატრიალი არის ჩემთვის ბეზბოლ თემოსთან მე ვარ საჯი გამარჯვებული არის ის ვინც პირველი გავა ბოლოში აბა 1 2 და 3 დაატრიალე აჰა მე გადავდივარ ჯერ შენ და მე ბაბუს კუნთელი აჰა მარჯვენა ფეხი წითელზე კაი მარჯვენა ნახე აი ეგ მე რე ვახხოლმე პლანეტების რაოდენობა კი ვიცი მაგრამ ეგ მე რე ვახო ირაკლი და 9 სწორია 9 პლანეტა იმიტომ პლონი ისე პლანეტად აღიარეს ხო ნუ ძალიან მერყევი მარჯვენა ფეხი ლურჯზე ხელი მეგრე მაშინ ალექსანდრს არ უნდა გედი ისევ ალექსანდრე მარცხენა ფეხი ყვითელზე შენ გოგოსთან ერთად წავყავ წყულში კი კაცო უკვე მიჩვეულები ვართ ხო მიდი შემდეგი მარცხენა ფეხი ყვითელზე ხო ეგეთი და აჰა ეგ არის ალექსანდრე რუმბა არ არის მარცხენა ხელი ყვითელზე აჰა იფიფ რაკოთო მარცხენა ფეხი ყვითელი პაკეტში უნდა ჩაჯდე ჩემო კარგო და უნდა გადახვიდე იქით ისე რომ ხელი არ უნდა აუშვა უყურებ რომ ხელი არ აუშვა ოპა ეგ არის არა ძალიან კაია ექიმი არის მარჯვენა ფეხი ლურჯი მარცხენა თუ მარტო ოპა სწორია აბა დაძრელე ჩემი ცეკვის ბოლო პოზა გვაქვს იცი მარცხენა ფეხი წითელი ძმაო ხო არ გადავთ ჯერ წითელს ვერ ხედავ ზოლა აი აგერა გამოიღე და უკან წამოვიდო კი იბატო ოპა გათავისო საღო ბაბა სანდრა წინ არის მარჯვენა ხელი წითელზე აი აქ ეს ხო მარჯვენაა ხო კი მაიცა კი აუ ხო არ გადავ მარცხენა ხელი მწვანეზე პირველზე თუ მეორეზე მოდი მესამეზე გადა მესამეზე დროზე მარჯვენა ფეხი მწვანეზე ეს მე მომაჩა ხო კი ეს მარჯვენა ფეხი მწვანეზე ანუ აი ეს არის კარგად დააკვირდით საიდან გამოაწვინა თავი სტრატეგია კი მარცხენა ფეხი მწვანეზე მარცხენა ფეხი მწვანეზე ოპა ვიცადე გამორიცხული აკო გამორიცხული არ არის ეხლა რა და ოპა მარჯვენა ხელი მწვანეზე ანუ ხო ყველას გვევასება ეს თამაში მე მომართა კი მარჯვენა ეს არის მარჯვენა გასაგებია მაგრამ მოიცან ახლა მიდი ეგ არის დააფიქსირებულია გავში მარცხენა ხელი ლურჯზე აუ ანუ აი ამ ლურჯზე მარცხენა ეგ არის აუ მაგაც მარჯვენა რეპეტიციის უკვე გავხურდით არა მარჯვენა ხელი ლურჯზე ახლოს არის უკვე ალექსანდრა დრა თუ დრე დოქტორ დრე მარცხენა ხელი ლურჯზე გავიდა არა აბა მე დროზე დაატრიალე მარცხენა ხელი ყვითელზე ჩემი ხო ანუ პოტესო გადმოწია რომელზე ხო მე დამოწექი ჩაულებრად ხარ თეძოზე ვწევარ და მეგონი არ შეიძლება მარჯვენა ხელი მწვანეზე ვა აქაც მომიდო აქაც მოიცადე
მარცხენა ხელი მწვანეზე. მე? ხო. გამარჯვებულია დოქტორ დრე. ამჟამად გილოცავთ, მშვენიერი გამარჯვება იყო, მშვენი როცა თამაშეთ. მშვენიერი თამაში იყო. მოკლედ, წარმატებებს შენ გისურვებთ. გულშემატკივრობდი რა. ამას ამისინჯებთ ხო? მოკლედ, წარმატებებს გისურვებთ, იხარეთ და იბედნიერეთ. კაი. ამან კარგად იყავით, საქმეები გვაქვს ჩვენ და ვერ გაგამოვიდეთ. დიდი მადლობა, წარმატებები. წარმატებები. ახლა სანამესენი გადიან, რომ ყველაზე მთავარი პროდუქტები. მაგა გამარჯობა, მე ვარ რობერტო მავანი, просто სადა ვარ. ქრონიკა. გამარჯობა, დინა ჩემი ტრაქტორით გაგაკატაო. ძალიან პრესტიჟული კლასის ავტორბოლა, რომელიც 10 ქვეყანაში გაიმართება, საქართველოს ხსნის ამ სერიას, აშუქებს მთელი მსოფლიოს მედია და ამ წუთას ჩვენ გვიყურებს მინიმუმ 24 მილიონი გულშემატკივარი. აუმარჯოს, ასეთი ზიმნები გააქვთ? თავის დაყენებით რამდენი დამიშვა? Now, not for sale. Birds. Birds. ჯორჯიანის ჩიტი. Bird. That's right. No, bird, not birds. Birds. Oh, chitty. Shit. ჩიტი ბეხურა. Shitty. საბურთალომდე გამოგწვევი რა. 20 ლარი. Good slicks. No, good. არჩენი 10 ლარი. За 20 лари. Да, это нормально. А у вас машина есть? Машина есть, но это... Какой машина? Cayenne, Porsche. Это что, Cayenne? Porsche Cayenne. Porsche Cayenne? Да, джип. გოგონები ვართ ტრეკის. ტრეკის გოგონები ხართ? რაკოჟა. ტყავი, სუფთა ტყავია. არა, არ ზღორი არ არის. ხელოვნური ტყავია, ჩვეულებრივ. ერთი კრუგი და რა, ერთი კრუგი. არ შეიძლება. ბენზინს ჩავაცხავ. ისე რომ შემეხვეწო მე მაგ ბავშვს არ ჩაუჯდები რა. პროსპექტები უჭირავს ეხა სწავლობ. ატრიალე ბოლომდე. კარგად აიღე, ბოლომდე აიღე. ო, გასული ხარ, გასული. ხურდა. ავედით, გავერიეთ. მე აქ მონაწილეობ ამ რბოლაში. ეს მაკიაჟი ვინ გაგიკეთე? ჩემი. ძალიან გიხდება და რა დაგიჯდა ეგ კვადრატული? რა ვიცი, ანუ ნაცნობი. აი ეს არის მუსტანგი. ლამბორჯინის შავი და ეს არის მოსკვიჩი ციტელი. აქედან მივდივარ ჩემთან ყველა გარაჟში. Жилеток здесь нельзя находиться. Нельзя. Все, туда. А вы откуда это? С Москвы. Нельзя, да? Нельзя. Вы из России на Грузии. Это грузинская земля. Мы им помогаем. А вы фамилия, имя? А не скажу. Почему? А не скажу. Il y a quelqu'un qui a gagné 3 fois le championnat? Non, personne. Il y a même, je suis le seul à d'avoir. Ава სიგნალებინე რა. ეს მისკუ სიგნალე. შენთან მოდის ქართველი? არ ვიცი. ათო ხაჯაია. მოდი, კაია. ეს ტრაკით უნდა დაუდგე? თუ რა პონტია? გამარჯობა. აი, სად დაგვეცა? ყველაფერი მიმეყინა. მინდა ხელებს გაგიცხო ფუქცი. მოდი. საჭიროა კაცო. ესე ზურგით რატო უდგა? წინიდან იღებენ ფოტოებს და რა დააშავა იმანეს რა უდგა ხარ? არც არაფერი დიდი. რა მაღალი ყოფილი ხარ და ახავარ.
საქართველოს შეუერთდა იმ ქვეყნებს, სადაც ეს ჩემპიონატი ტარდება, იმიტომ რომ სულ რამოდენიმე ქვეყანაა და საქართველოს თუ სამეგრელო. როგორ ძანდებით? ახლა ესე ან ვიქნები, ეს სამთავრობო ლოჟა არის? არა, სამთავრობო ლოჟა ეგით არის. მაგრამ ჩავთვალეთ, რომ აქეთ უფრო ახლოს არის ბრძოლასთან და გადმოვინაცვლეთ აგერ კოლეგებთან ერთად აქ. მეც აქ ვიქნები, მეთქი მთავრობაში გავერევით, მაგრამ აგერ თავარია კიდე ერთი რამე, აი ემოცია. ვიზებიც გაიხსნა. აქ უნდა შევქმნათ ისეთი ქვეყანა, რომ ჩვენ აქ უნდა ვრჩებოდეთ. ჩვენი ფესვები აქ არის და ეხლა აი საზოგადოების ეს ნაწილი, რომელსაც ჩვენ უყურებთ აქ. ეს ემოცია, ძლიერი ემოცია. დავიდეთ ბინის ფული შევაგროვოთ და მერე ჩამოვიდეთ. ეგეც შეიძლება, რატომაც არ შეიძლება. მადლობა. ემოცია არის გამარჯვება. უკაცრავად არ შეიძლება რა. არის ეს არაფერი არ შეიძლება. საწამოუგზავნა. არ შეიძლება. არა. არ შეიძლება, აი რა არ შეიძლება. გილოცავ? რა არ შეიძლება. აი მოვიგეთ, ვაშუქეთ, აი რა არ შეიძლება. მასასე გრძელდება რა თქმა უნდა ჩვენი შიშინა შინაურები 2 დაბლშ როლდების სტუმას ლოდის მოლოდის შევაკოთ არაჩვეულებრივი სტუმარი რა თქმა უნდა სტუმრები არ ყავს და ეს მისი პირველი გამოჩენა არის ჩვენთან და მე მივაენ და გაურაკავდა ლევან ჯავახი